მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მის სამყარო კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ისევ ვიმყოფებით მარჯანიშვილის თეატრში, პირველად ვიყავით რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ჩავწერეთ ქალბატონ ანგელიკა ქობულაძე, როგორც გისახურდა იყო და მზისებრი ქალი. და ეხლა უკვე მეორედ ძალიან საინტერესო ადამიანთან ვართ სტუმრად, ბატონ ნოდარ დოღონაძესთან მოგესალმებით. პირველ რიგში. მადლობა რომ დაგხვდით გადაცემაზე, თქვენი გაბიკიდან გამომდინარე. მადლობა თქვენ. ვიცი რომ სულ თეატრში ხართ და აი მინდა პირველი კითხვით გადმოვიდეთ თქვენთან. რა არის თქვენთვის თეატრი და რა ამბობს ის თქვენთვის? თეატრი ჩემთვის არის რაც ყველაფერი, ცხოვრება. ჩემი ცხოვრება 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და უკვე ისე მაქვს შესაძლებელი რომ რა ვიცი ყველაფერი სიტყვები არ არსებობს და მიწაზე რომ თქვა რა არის ჩემთვის თეატრი. აი რომ უსასრულობა ყველაფერი აბსოლუტურად. აი შემოდიხართ თეატრში, შემოდიხართ პირველ რიგში საგრემიოროში და შემდეგ გადიხართ სცენაზე უკვე ხალხის პირისპირ. აი გამოვიყენე. როგორ აი არის განსხვავება საგრემიოროსა და თეატრში სცენას შორის რაიმე განსხვავება? როგორ არ არის საგრემიოროში ჯერ თავიდანვე ეზოდან იწყება რომ შემოდიხარ უკვე განწყობას იქმნი სპექტაკლისთვის რა იქიდან ეზოდან შემოდიხარ ფიქრები აბა კოსტიუმი ხო არის დაგიდებული აბა რა იქ რა არის რეკვიზიტი მე შემოდიხარ საგრემიოროში და მემზადები იცვლი იცმევ სპექტაკლის კოსტიუმს და კი, პატარა გრიმიც, კი, ტონს აიდებ და გახვალ და სცენაზე უკვე კულისიდან ემზადები და იქ სხვა სამყაროში შედიხარ. აი, ნოდარ, პირველად როდესაც გამოდადები სცენაზე. აი, როგორი განსაკუთრება გქონდა, ნერვულობდი? ხო, დღესაც ნერვული, როცა პრემიერაზე გავდივარ, ყველა პრემიერაზე აბსოლუტურად. რამდენი ხანია თეატრში ხარ? აბა, ეგ ეგრეა. ყველა პრემიერა რამდენი წელსაც არ უნდა 100-ის რო იყო და გადიოდი, მაინც ნერვიულები. მეგეთი ამბავი ჭირს ამ პროფესიას. მოდი, ჩვენ სანამ დავიწყებთ ჩაწერას, მითხარი რომ გვერდით არის გივი ვერიკაშვილის კი, საგრემიორო. კი, იქ ქალბატონ ვერიკოსი გივის გვერდით უთარმევენეთ უხუცესი და ეს. შენთვის პირადად როგორც ყველა შენი კოლეგისთვის ალბათ უდიდეს პასუხისმგებლობა რომ თქვენ შენ პირადად თქვენ კიდევ ნუ აი ამ დიდებული ადამიანების საგრემიოროში შემოდიხართ. კი, აბარა პატივისცემა და ნუ ახსოვს სულ ყველა სამწუხარო სცენაზე ამდგარ ვარ მათთან ერთად, მაგრამ აქ ხდებოდი ზოგჯერ აი მაგ დიდ უმბერაზე მსახიობი და ბევრი რამეც ვისწავლე მაგათთან და კარგია. სამწუხაროა რომ თოცხები აღარ არიან. სამაგიეროდ დაგიტოვეს თეატრს და თქვენს დას დაგიტოვეს ის დიდი რამ რაც არის რწმენა და ნიჭიერება. კი, აბარა დაგვიტოვეს რომელია. ძალიან დიდი საგანძური დატოვეს. ჩემს მერეც უყურებად მომავალ თაობას მიციქნება. აი, მინდა კითხო, გადავიდე თემით, უკვე ცოტა უკან დაუბრუნდეთ წლებით უკან და შეგეკითხები ასეთ რამეს. შენი ბავშვობაში პირველი და ბოლო გადაწყვეტილება იყო შენი თეატრი თუ ქონდა მანამდეც აი რომ ბავშვებმა რო იციან აი ეს მინდა გამოვიდე ის მინდა გამოვიდე. არა. როგორ იყო შენი საქმე? არაფერ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ეგრე განსაკუთრებულად რამე მინდა გამოსულიყავი არ მქონია. არ ქონდა გადაწყვეტილი. არა. რაღაცა მერე დამიმართა რა თინეიჯერობის ასაკიდან. რომ მინდა მსახიობად კინო რო ვნახე ტელევიზორში, მეც მინდა მეთქი აი ეს. რა ვიყო. ასე წამოვიდა და აი შენში შემოვიდა თეატრი რასაც. კი, თეატრის და კინოც ორივე. კი, აი კინო ახსენე და მინდა რომ ქერჩსაც დაგისვართი. კი ბატონო. როგორ აღმოჩნდი ქერჩში? არა, ჩვეულებრივად ტიფლისი გადავიღეთ და იგივე რეჟისორი იღებ და ქერჩსაც და დამიძახა რომ ერთ-ერთ როლზე რა და იქ ეს ჩვეულებრივად. როგორი იყო მუშაობის პროცესი ქერჩში თუნდაც ტიფლისში რამე ისე აი როგორ არის თუ არა იმ სერიალში ასე ვთქვათ ისეთი ეპიზოდი რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა და ვერასოდეს აშლი შენი პონებით. არა, ნუ ეგრე მარტო ერთი არ არის, ბევრი ეპიზოდებია, რომელიც ძალიან დამახსოვრდა და მახსოვს, ნუ ყველა კარგად თან რა ვიცი, რომელი მოყვება გავიხსენე. რა ერთი თუნდაც.
კი გომბორზე ვიღებდით ერთ სცენას, ეს კარგი სცენა იყო, ღამის 3 საათი იყო და -7 გრადუსი. ყინვა და გომბორი ეხა რაღაცა ცივი ადგილი. ცივი იყო და კი მართლა, იმიტომ რომ ხელები და სახე ყინვამ დამიწვა რა. ტელეგრამი გადაღება მქონდა და უნდა ყველავარი გვეჭველი. და ჩარტმეს უფლება სამხატვრო გამორჩევით მერე არა და მაგარი სიცივეა ვიცი ცოტა რა რომ გავთქვეთ ცოტა ჯიგრულა არა და ესე გვაწამეს ამეწვა ხელები ოღონ მართლა და სახეთ მე ესე ყინვას თუ ეგრეთი დაწვაცონია მე არ ვიცოდი რა მეორე დღეს კი შემეშინა კი რა არის თუ არაფერი ვიცისო ყინვა გადამივიდა ზაგარი მქონდა უკვე შეოლებ გადავიღეთ როგორც იქნა და დილის 7-ის ნახევრისკენ მოვჭით და ერთხელ ლევან ახლა ჩავარტყა უეჭველე გავიხინეთ და კონიაკის უქონდა სულ არა და ჩავარტყი ის და კარგად მახსენდება იყო სიცივე მაგრამ კარგი სცენები იყო ბევრს ვიცინოთ და ზუსტად არ მახსოვს მე გადაღების პროცესის დროს მათ შორის იყო გოგა ბარბაკაძეც კი გოგა ბარბაკაძეც კი მაგ სცენაში იქ იყო კი მოვიკითხოთ გოგა ძალიან დიდი სიყვარული გამარჯობა დურო ეს პანიკის გარეშე არის სერიალი იქიდან დაუძახე ხა დურმიშხანი ქვია იქ გოგას და დურო და ჩვენი საყვარელი პერსონაჟი შუახალაკიდან დათო კი 1-2 წელიწად მაცადე დავყიდი ახატებს და წავა კი ბატონო მაგრამ ვერ წავიდა წავწო არცხატო არის მე ხო ირაკი აშაყირებდა ჩვენი უთარი და როგორი ურთიერთობა გაქვს აი საზოგადოებასთან ასე ვთქვათ რატო გეკითხები და რა კონტექსტში რო გადიხარ თეატრიდან გარეთ ქუჩაში ხსნობს ხალხი მოდიან ეხოვილებად კი დადებითი ყველა რა დადებითი ემოციით კი მე ეგრე ვხდები შეიძლება ძალიან მიხარია ისე ძალიან ვერ გამოვხატავ წვენია ცოტა მაგრამ კი ხდება როგორი არის რეალურ ცხოვრებაში ნოტარი რა ჩვეულები ანუ სცენაზე შენ რომელიმე შენს პერსონაჟს დაუკავშირებდი შენ თავს არა არც ეს ეგ ყველა პერსონაჟი ესეთია რაღაც შეიძლება დეტალები იყოს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ როგორც ესეთი აი რა ვერც ეს პერსონაჟი ისეთი ვარ რა უფრო ჩემთვის 7 წმარი ასე ვთქვათ სკუჩნად ხო ეს ნოდარ რომელიმე სპექტაკლი იყო ისეთი რომელიც რა თქმა უნდა ემოციურად დადვირთული რომელიც დღემდე გახსოვს ლამაზად გახსოვს და იმ სპექტაკლს თუნდაც რო იხსენებ აი ბედნიერება მოაქვს შენთვის დღემდე თუ იყო ეგეთ სპექტაკლი ახლა შეიძლება რა ბანალურად ნათქვამად გამომივიდეს ან ჩათვალო მაგრამ როგორ გითხრა რა სპექტაკლებში ვთამაშობ აი ყველა სპექტაკლი ემოციას იძლევა ჩემში რა აბსოლუტურად ისე მომწონს და მიყვარს ეგ პროფესია რომ როლს არ ვანსხვავებ ყველა როლის ნაირად შემოგვიყვარს რომელიმე ფილმი სერიალია კერჩი ასევე ტიპის მაგრამ ფილმში რომელ ფილმს გამოაჩენ ფილმში სადაც ბევრ ფილმში არ მაქვს ნათამაში უფრო სერიალებში მაქვს ფილმი ერთი რაც მაქვს ნათამაშები სრულმეტრაჟიანში აი ვიდეო და მატარებელი რა ეგ არის ჩემი სრულმეტრაჟიანი ფილმი ვიდეო და მატარებელში ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ცხონებული დრამაშხიბა კი რა მანდ გავიცანო ყველა იგი მაგ ფილმის გადაღებაზე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი ცხონებული ბატონ კახიდან დავიწყე კი ბატონ კახის უშუალო შეხება მქონდა რა სცენა მქონდა და იქ ერთი 4 დუბლი გავაფუჭები მეცინებოდა კახი მომადგება ეს თავზე და გადაფარა ცხონებული შენგელაია გიორგი მომზევდა მოკლა 4 დუბლი გამიფუჭდა და ეხუთე გადავიღეთ როგორც იქ მაინც მეცინება მაგრამ შევიკავე მაგას ნუ მე ფილმი ეგ იყო ხო კი ადრე იყო ძალიან 13 წლის ვიყავი ხო მესამე კურსი კი ბატონი გოგი ხარაბაძე ერეოდა გალაქტიონზე ფილმს თვითონ თამაშობდა გალაქტიონზე იქ პატარა ეპიზოდია პირველი ფილმი ეგ იყო ჩემი რა
თხა მომყავდა ეს რაღაცა კუბო მოგონა ჩემს უგანო მე წინ თხას მივაცრებდი და მაინც მატორს ვიტყოდნენ თხა ჯიქდებოდა და სტოპს ვიტყოდნენ დარბოდა ვირვაჩერებდი ასე თქვა თხა ჯორდებოდა მაგრამ აი გადაღების დრო ჯორდებოდა იმენა მაგრამ აი მაგწრეჩი ზალით მოვაცრებდი რა გადაღება ისე არის ისე რადიოდა რომ გადაღება ისე ასფალტი გიჟი ჩვეულებრივად ერთი დავკლათ ნოდა ასეთი კითხვა მინდა დაგისვა და ბოლოში პატარა ვიდეო დამატარებელი და პატარა სცენა მინდა გავითამაშოთ დემონსტრაციის და რას აპირებ მომავალში არის შენ და რას ეთყოდი იმ ახალგაზრდებს რომლებიც აი პირველ ნაბიჯებს გავაენ სცენისკენ რასაც მომავალში რას ვაპირებ არ ვიცი ჯერ მომავალ ჯავარია და რა არის მაგრამ აუცილებლად ჩემი საქმის გაგრძელებას სანამ ცოცხალი ვიქნები თეატრს თავს არ დაანებო არასოდეს არც თეატრს და ძალიან კარგი იქნება კინოს თუ გამოჩნდება კიდე და აღორძინდება და რაღაცა მოხდება შველება რამენაირად იგი ბატონო კი ჩემთვის ეგორი პროფესია არის განუყრელი მოგდი ნოდა მაგრამ ჩემს ცოლის ეკალებში ვაიმის რაჩი ჩემი მიდე არა ეს არ მევასება ტელეფონავას ბოდიში გიორგი მაგრამ არ ვიცი არ მევასება რა ვიცი დინება და მეორე სიტყვაზე ჩემი დედა ჩემი არ ვიცი არა ვიცი ცუდია აი საგანსხვავება თეატრსა და კინოს შორის და სერიალში კი შეიძლება არ ვიცი დადგას რომელიღაც რეჟისორმა რომ ეს მოუნდეს შეიძლება სიტყვაობა მაგრამ ცუდად ჩანს ჩვენი სიტყვაობა შეიძლება ინგლისურად უხდებოდეს კინოს რო უყურებ მაგრამ ჩვენი ენიდან გამომდინარე ისეთი უხამსი იქნება გვაქვს რომ ყურს ჭრის რა გინდა სცენიდან და გინდა ეკრანიდან რო უყურებ ამიტომ რა შეიძლება ნაკლებად ძალიან თუ არ გჭირდება ეგ რო გამოიყენო ფილმში არ უნდა გამოიყენო და თუ გჭირდება ნუ ახლა ისე კარგად გამოიყენო რომ უხამსად არ იყოს ძალიან ბევრი რო არ იყოს ჩემი აზრით და ჩვენს დამეთანხმებით შემოვნოდა რომ სცენაზე ის ხარ რაც ხარ და ანუ უფრო ბუნებრივი ხარ და სერიალში და ფილმში უბრალოდ სხვა როლს თამაშობ სხვა ადამიანის სცენა სხვა რამეა აბსოლუტურად კინოში სხვა რამეა სცენაში ბოლომდე იხარჯები და სცენაზე ის ერთი შანსი იქაც ხო აბა ეგ თავისთავად ბეწვის ხიდია რა როგორც დიდმა ალბაჩინომ თქვა კინო არის ბეწვის ხიდი გადიხარ მაგრამ იქ გაქვს იმის შანსი რომ თუ ჩაგიწყდა მეორე დუბლი და თავიდან დაიწყო ბეწვის ხიდზე სიარული და აქ რო შედიხარ სცენაზე უნდა გაიარო და გახვიდე თორე თუ ჩაგივარდა ბეწვის ხიდი ძალიან სუპეროვარებაში აკვიშტე და ზამთარში ხო აბა იქ 1000 თვალი გიყურებს რა რომ რა სიზავდა იქ არის აბა არსენ შენი ვაშკაცობა აბანოში გამოჩნდებაო იქ უნდა ქნა შენ ახლა გამოდო ბიჭო ლენინ სტალინ ბერია ბიჭო სტამბერი აბა ლენინ სტამბერ ბიჭო ლენინ სტალინ ბერია და მაგისი რო ის მოვიდე გაზრად ეგ სახელს არ ქმნიდნენ ეგეთ სახელებს რა ვიცი ბიჭო ვინც მაგას ეგ სახელი დაარქვა ისე დავატირე აი ესეთი გემრიელი სიცილით პატარა გათამაშებითაც და ძალიან საუკეთესო სურვილებით და ხო ძალიან მაგარი ემოცია მაპატიე მომავალთაობას ვეტყვი რომ რასაც აირჩევენ ამ პროფესიას რო ირჩევენ აბსოლუტურად თავდაუზოგავი შრომა გჭირდებათ არ გეგონოთ რომ ეს მე დავიცინებ ხა და ეს ხვალ გონეცოდინება და ვიზამ ვერანაირად და იმიტომ რომ ასე თუ არიზავთ მე რიქ სცენაზე რო გახვალთ შერწყებით ძალიან და ყველაზე მაგრა გეწყინება და ამიტომ იშრომეთ და ყველაფერი გამოგებათ მადლობა ნოდარ ჩემო კარგო ძალიან სასიამოვნო რესპონდენტი ხარ მინდა გითხრა ლიგაში შემდეგ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემო ძმაო და მიხარია რომ ასე Facebook-ის შემდეგ ასე დავმეკობთ დავახლოთ გაიხარე კიდე ბევრჯერ უკეთესი ტექნიკით მოვსულიყავ კი ბატონო ასეთი შეხმატვილებულად ასე გემრიელად და სიცოცხლისკისით და პატარა სცენის გათამაშებით თუ ვასრულებ და სტუმრობას კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და შევხვდებით
იმენი მაქვს ძალიან მალე, სულ ახალ სტუმართან ერთად და ვინ იქნება ეს სტუმარი? ამას საიდუმლოდ დავტოვებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. მადლობა ნოდარ. მადლობა შენ. მიხარი და მიხარი. მეც შემოგივლ. აბა? ატევისეთ არის.